48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც პროკურატურა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას და ტაქსის მძღოლის ცემას ედავება, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. დღეს პროცესზე ლორთქიფანიძემ დაკავების შემდგომი პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ პოლიციელები მას აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბატონო მოსამართლე, წამებას უტოლდება ასეთი რაღაც, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. არანაირი უფლება არ აქვს მე ასეთი შეურაცხყოფა მომაყენოს. საერთოდ ვინმე მით უმეტეს პოლიციამ, თქვა მან პროცესზე. ასევე დღევანდელ ხდომაზე კალიჩენკომ თამარ ლორთქიფანიძის საზოგადოებრივი ადვოკატის თვითაცილება დააკმაყოფილა. მოსამართლის თქმით, ლორთქიფანიძეს ადვოკატი უკვე ჰყავს და დამატებით სავალდებულო წესით სახაზინო ადვოკატის ყოლა დღევანდელი მოცემულობით არ არსებობს. სასამართლოში ლორთქიფანიძის ინტერესებს ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი იცავს. თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს, ის აქციის დროს პოლიციის მანქანაზე ავიდა. პროკურატურის პოზიციით ბრალდებულმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო. ასევე უწყების თქმით, ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს თავს დაესხა საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. თამარ ლორთქიფანიძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.